ეს მე ძალიან მაღიზიანებს. მე შენ გაგანადგურებ. შეხვედრის ბოლო 2 წუთია. ეს არის შეხვედრის ბოლო კონტრშეტევა. კარგი. თამაშის დამამთავრებელი კონტრშეტევა. ყველაზე ეფექტური გზა. რომელი იქნება? რინ? როგორც ჩანს ვიღაც მძინვარებს. რინ ჩან? ჯანდაბას ეს ყველაფერი. ეს შურიზება. ეს მეტოქეობა. და კიდევ ეს ზმობა. ყველაფერი რაც ამასთან მაკავშირებს ძალიან მაღიზიანებს. მე ყველა მათგანს მოვკლავ. მაიკადრი კომი წარმოგიდგენთ ლურჯი საკეტი მეორე სეზონის ბოლო ეპიზოდი ახმოვანებენ ჰინატაშო და ბლიზარდი. წავედით რინ, კომბო გამოვიყენოთ და გარეთ? ეს შეტევა ჭიდრო კუთხე რატომ? ჩემს სანახავად მოხვედი არა? მანერებს მიხედე, ენა გადმოგდებული გაქვს. მოკვდი არა რაობაო. ჩემი იარაღი სისწრაფეა. გაიძულე ბაჟქარება გამოიყენო. ამის მერე კი ჩავტეხავ და ამოხშლი. რა? არ ვიცოდი ერთ-ერთზე ასეთი კარგი რომ იყო. ეს სრული სიგიჟეა. იმ რინს არაფრით გავს რომელსაც ვიცნობ. ირაციონალური მოძრაობები აქვს. რა ჯანდაბაზე ფიქრობს? როგორია შენი თამაში? შემდეგი ჩემთან მოდიხარ? რომ იცოდე ეს სასაკლაოა ტატუებიანო მელოტო. შენი იარაღი ოკნიდან მოქმედებს. ასე რომ მე სცენაზე შენს ადგილს დავიკავებ. რათა მოგეპარო და ზურგიდან მოხკლა. ეს ტიპი გვაიზულებს რომ ჩვენი ძლიერი მხარეები გამოვიყენოთ რომ უფრო სწრაფად გაგონეიტრალოს. ამპარტავანი და ეგოისტური თამაშის სტილია. ამაში თუ აუყვები, გამცდება. აქ არის. რომ იცოდე ეგრე მარტივად შენ მე ვერ გამცდები. ხელი დაიხმარა რომ არ შემოვტრიალდე. ასევე ამ დისტანციიდან ის ქუსლით აკონტროლებს ბურთს. მე უკვე 2 მათგანი ჩამოვიშორე. მოდი დაგცადე ნაბიჯარო. აქ თუ მოდიხარ მე დახვდები. ნომერი 3. ფიზიკური აღნაგობა და მისი კუნთები. სტაბილური ბირთვი მისი მთავარი ძრავა. მოკლავ. შენ საყვარელ მოქმედებაზე წამოგაგებ და მერე უკვე მახეში მოგაქცევ. ამ ნაბიჯვარმა რა ძალით დაარტყა? შენი უსუსური ხრიკები ჩემი ფიზიკურობის წინააღმდეგ არაფერია. დობერმან ჩარჯი. შენი ადგილი იცოდე. დატრიალდი მოხუცო. გრავიტაციის ცენტრი სრული აფეთქება. მან ჩემი ძალა გამოიყენა რომ ქვევიდან დავემარცხებინე. ვაუ, ამას უყურე! ზღვარზე გაიარა, მაგრამ ჯარიმა არ არის. ღმერთო ჩემო, იტოშირინმა კვარტეტის დაცვა სოლო რეიდზე ჩამოშალა. სიგიჟეა. ეს მართლა რინია? მათ ძლიერი მხარეების გამოჩენის საშუალებას აძლევს. შემდეგ კი ანადგურებს, რათა მათზე აღმატებული გამოჩნდეს. იტოშირინ, ეს არის შენი დინება. შეშლილი ხარ. რინის ეს მხარე არასდროს მინახავს. იტოშისა ეს ლამაზი განადგურებისგან სრულიად საპირისპიროა. ეს სტილი მოთამაშეს საუკეთესო სვლას ხელს უწყობს და შემდგომ ანადგურებს. ეს არის შენი ეგო. საკმაოდ აგრეხილი მიმართულება გაქვს. პატარა გენიოსის უმცროსო ძმაო. ერთი დამრჩა. კარგად უნდა გავანადგურო.